სალამი ჩვენი მაყურებლებს და მსმენელებს, ჩვენი მხარდამჭერები სოკარი და ახლა უკვე სელფი. და ჩვენი სტუმარი გიორგი ვარდოსანიძე, რომელსაც პოდკასტების სამყაროში წარდგენა არ ჭირდება. მადლობ. როგორ ხარ? დაღლი უძინა არ, თავი კიც როგორ მდგომარეობაშიც მაქვს, თქვენ არ ნახავთ, ჯაფარამიცის შრომაში რა, როგორც გეუბნებოდი 24 საათი მთელი ფიქრები და კონცენტრაცია ხა ამ ამბავზე არის. ხო, სერიოზული საქმე წამოიწყე. ეხლა თავიდან დავიწყოთ ლაპარაკი და მე გაგაწყვეტინე რომ ხა პირველად აქ მოვისმინო და იღებ სერიალს. ხო, დავაანონსე, ხა ვინც რაღაც სიტყვას ჩემები უყურებთ, ალბათ იცით რომ დავიწყეთ გადაღებები, ეს არის შავი კომედია ვამპირებზე და არის ცოტა უცნაური ხერხით, რამაც დამყალა რა, იდეაში ძალიან მომწონს, მაგრამ ჰენდიკამის პრინციპია 70%. რამაც ძალიან დაგვტანჯა, ეს ნიშნავს, რომ ხო ხდება მიზანსცენა, როგორც აი სპექტაკლის ეგრე უნდა გააკეთო და მერე გადაატარო მთელი ქორეოგრაფიით, ერთი სადმე გასხმა ნიშნავს, რომ თავიდან იწყებს, რომ ბოლო წამოიღოს. გძელი უწყვეტი კადრები არის. უწყვეტი არის, სულ, რა თითქმის, მოდი ესე ვთქვი, 70%, რაღაცა პირველი სერია, ეხლა დღეს ვამთავრებთ პირველი სერიის გადაღებას და პოსტზე უნდა გავუშვათ და რაღაცა 8 წუთიანი სცენა სიტყვაზე რა. ღამის 12-ზე იყო ბოლო პონტი რომ უნდა დაგვემთავრებინა, ესე ქონდა გათვლილი და 8 ნახევარი იყო დილით რომ მოვჭით. იმიტომ რომ რაღაც იქ ტექნიკური ხაია, იქ რაღაცა ვიღაცას არტისტს არ მოეწონა, მოკლედ, მაგრამ რაღაცა ძალიან ორიგინალური, ძალიან საინტერესო რაღაც გველოდება და მთელი ის ნერვები შევწირი ამასთან. ეს ეგეთი გადაღების ხერხი რატო, ანუ ესეთი სასცენო გამოსტილება და მაინც სპექტაკლები ანუ პროსტა მიყვარს რა. ანუ მიყვარს და თან სიუჟეტურად გამართლებული. ეს არ ნიშნავს რომ 6-ვე სერია, პირველი სეზონი 6 სერიაა და გეგმილი ეგრე იქნება რა. უბრალოდ ამბავი ხდება ისე რომ ეს ჩემი პერსონაჟი არის ჟანრი კომედია? შავი კომედია, ხო რა. არის იუთუბერი, რომელიც იღებს მისტიურ კონტენტებს, რაღაცეებს და ერთ-ერთი გადაღების დროს მართლა აღმოჩნდება ვამპირების სახში რა. და რეალურად დაყვება პარტნიორი სუ ოპერატორი. და ამიტომ სუ ბაზუკით არის გადაღებული რა. იქაც აი ბაიძე რო შედიან არის ეს ბაზუკის პონტი და აი ბარემ ვიფიქრე რომ მაგ სტილისტიკაში ბოლომდე გავიტანო. დოკუმენტარიასაც ქვია, ვითომ დოკუმენტარი. ხო, ეგეთი არის რა. 30% რა თქმა უნდა ჭრები და რაღაცები არის. მაგრამ პირველი სერია ყოველ შემთხვევაში სტრუქტურულად ესე არის. მე უფრო ნაკლები პონტი არის, იმიტომ რომ ოპერატორის პერსონაჟი საერთოდ არ ჩანს პირველ სერიაში, უბრალოდ კადრს მიღმა ფრაზები აქვს რა. მაგრამ ჩვეულებრივი პერსონაჟია. მეორედან უკვე შემოდის. როგორც კი შემოვა, უკვე სტრუქტურა ცოტა იცვლება რა. გადავდივარ ცოტა სინემატიკ ამბავზე. მაგრამ ჯერჯერობით ესე სერია რამდენი? პირველი სეზონი? 6 სერია, დაგეგმილი რაც მაქვს, ხო იცი ხა რაღაც ამირანგულში ვღეროდაო, ეგ ამბავია. 3 სეზონი მინდა რომ გავაკეთო და ფილმით დავამთავრო. ეს არის გეგმა. და ყველაფერი ფულებზეა დამოკიდებული, როგორც ვთქვი. პირველი სეზონისთვის ასე თუ ისე რაღაცა ბრიტანული ფორმატი არის ეგა რა. ბრიტანელები შვებოდნენ ხოლმე 6 სერია, მე შეიძლება მეორე სეზონის 6 სერია და მე გამოდიოდა ხოლმე 1 საათნახევრი. აი თურმე ბრიტანული ფორმატი მისესხებია და არც ის ოფის მაქნა ესე. ეხლა შენ ოფისის ის ფორმატია და ბრიტანული ოფისი ეგრე არის. 6 სერია და მე 2 ფილმი გამოვიდა და მომთავრებელი კარგი პონტია რა, ესეთი დერსკი ფორმატი არის, ხო და იდეაში იქიდან ის ნანახი გაქვს what we do in the shadows თუ რა. აი ეგ არის რეფერენსი. ეგ არის რეფერენსი. ანუ თუ ეგ აქვს ნანახი, 20 სერიალი არა. აი გავაიციცის ფილმი. თუ ეგ აქვს ნანახი. სერიალი არ დამევასა ფილმი. სერიალზე მეც ვერ ვიკაიფე. ფილმი თუ გაქვს ნანახი, დაახლოებით ეგ ვაიბია რა. დაახლოებით, ეხა იქ კიდე სხვა გასხმები არის. იქ დრამატურგიაშია, ხო ხტები ცოტა ჩემი დასწუნი არაფერი არ აქვს, მაგრამ გათვლა არ არის დრამატურგიაზე რა. ფინალი გაიხსენა არაფერი აქციებს დაუმეგობდეს, შევიდა სახში და სიმღერები დამბები. აქ დრამატურგიულად მიდის ამბავი, მაგრამ ვაიბი არის ზუსტად ეგ. ეგეთივე პერსონაჟები, ცოტა აი 70 წლის წინ დაიძინეს ბოლოს და ეხა გაიღვიძეს. იქ სულ ღვიძავთ რა, ხო გახსოვს და უბრალოდ ერთ-ერთი ვამპირი გადაწყვეტს რომ გააცნოს. აქ მე ვარ ეგ პონტი ეს ჩემი პერსონაჟი. მაგრამ კაი არო ნანახი გაქვს, ანუ დაახლოებით ეხა ვაიბს ხვდები რა. ეგ არის. ეგ ჟანრი
ჩვენთან არ გაკეთებულა ჯერ. მე მგონი ვამპირებზე ქართული ფილმი არ ვიცი არსებობს. ხო, არ ვიცი. არ მინდა რომ ისი გამოვიდეთ ჩვენ ვაკეთებ პირველები თორემ მე არ მახსენდება. სერიალი იყო, ხო? ეს იყო ზომბებზე, პარადოქსი. ხო. მოდი ჩესნათ ვიტყვი კვერცხობა. იმიტომ არა გეფიცები რომ იმიტომ არა, ჩემი მეგობრები თამაშობდნენ, მეგობრები იღებდნენ. პირველი სერია იყო ფანტასტიკური, ვინმეს თუ გახსოვთ გოგრიჭიანი და რანკა კალატოზიშვილი, მაგრამ როგორც კი დომკინოროა რუსთავზე მან დრო ის რაღაცა რომაელ ბასანოჩკებში გადმოდგა ვიღაცა უცხო პლანეტელი თუ ზომბი, აი მან მერე ნელ-ნელა წავიდა სხვაგან. მაგრამ დროც სხვა იყო, სტილისტიკას ჯერ სინჯავდნენ ტიპები, დღეს რო გადაეღო დარწმუნებული უკეთესი იქნებოდა. მაგრამ ის ზომბებია. ვამპირებია, არ ვიცი ხო რა მე არ მახსენდება რა. ვამპირები ან ზომბებიც იყოს, მაგრამ თან იუმორისტულ კომედიურ ჭრილში მეტმედეს არ ყოფილა. ხო, თან მევწერდა ეგ ყველა. მარტო შენ წერ? მევწერ ხო და ანუ არც თქვა რაღაც ხუმრობების დამატებაზე რაღაც ჯგუფი არ არის. არა, პონტი იყო ესეთი, რომ მე არ ვიცი როგორი წერება სცენარი. მე არ მაქვს ეკცოდნა. შესაბამისად მე მივდექი როგორც არტისტი, ეტიუდის პრინციპით წერ რა. ანუ ნებისმიერი სცენა უნდა განასახიერებდეს სტრუქტურას ეტიუდის. როდესაც ეს დავწერე, შავი ჩაუგდე იმ ტიპებს, ვისაც ვენდობი, ვინც ამ სფეროში მაგარია, იქ თეატრის განხრით, ასე შემდეგ რაღაცა და ყველას უთხარი ვთხოვე, ვეხვეწე, რომ არავითარ შემთხვევაში დათვური სამსახური რა, პირდაპირ თუ კვერცხობაა, მეუნებით კვერცხობაა, სად არის კვერცხობა, თუ ვაფშე დასაკუჭია, გადასაგდებია. ფიდბექი ყველგან იყო, ну აი რავი, ჩაფსმამდე სიცილი, ყველგან რაღაც აბსოლუტურად სწორი სტრუქტურა, ყველაფერი. მე უფრო დავამუშავე და რაღაცას აი ძალიან საკაიფო გამოვიდა რა. არ ვიცი კიდე ერთხელ გეუბნები, ჩვენ ვიხარშებით ახლა ერთი სასტავი ვართ, ერთი 20 კაცი ტრიალებს. სანამ ეს მზიშუქს არ ნახავს და ხალხი არ შეაფასებს, შეიძლება ყველას თავისი შვილი უყვარს ჭირს, მაგრამ ნახოთ რა, მგონია რომ ძალიან საინტერესო პონტია რა. კარგი, სტაფზე გადავიდეთ, რეჟისორი? მე სამთანცო პროდიუსერი შენ? მეხმარებია, მაგრამ შოურანერი ხარ რა? ხო რა, ანუ რეალურად სცენარი ჩემია, რეჟისურა ჩემია და დანარჩენში უკვე მეხმარებია რა, იქ არის ჩემი ოპერატორი, გამნათებელი, გაფერი, მაგრამ ოპერატორია როგორც აი ყველაფერში კები რო არის, ხო იცი, ჩემი არტისტებიც აი ყველაფერ გამოვლინები და ხო რა, ყველაფერი რო იცის ეგ პონტი არის რა, იქ ვიღაცა კლაპერიც რო არის, თან ფულებიც რო ცოტა გაგდა პირველ სეზონზე ყველაფერს რო აკეთებს, მეორე სეზონზე იმედია ყველაფერი რაღაცა უფრო მასშტაბით გაიზრდება, მაგრამ თავარი ორი ფუნქცია ვითავემე და ძალიან რთული ყოფილა რა, გაიქეცი კაცში ჩაიხედე რაღაცა, უკერ გამოვარდი აქ იმასკენი, იქიდან ხო, თან თამაშობ, ხო. ძალიან ეგ მაგარი რთული ყოფილა რა, ის ზაზამე ლაპარაკებოდა ნოზაძე კაკრას პოდკასტში დაუძახე მეორედ მაგ თემაზე რა, ეს უსაშველოები რო დადო რომ მეც ვიწყებ მეთქი და რაღაცები მაინტერესებდა და ეგ მითხრა აი წინ დავუკან სირბილი დაგტანჯავსო და აი ხმა ეს დღეები მივხვდი რომ აი ძალიან ცუდი შეგრძნება რა, გაიქეცი ჩახედე, მე კონტექსტის აღქმა თავიდა რომ შენც იქ თან თამაშის დროს ფიქრობ რომ აი ხა ეს რა სიზონზე კაროჩე ბევრი ფიქრები არის, მაგრამ მაინც ძალიან მაგარია რა. ხო, კაია, ძალიან კაი პრეცედენტი არის რა. თან ეს ფორმატს შენი დაწერილი რო არის რეჟისორი ჩვენ ხარ, იდეაში შენზე კარგად არავინ არ იცის რა იგულისხმე რა. ხო, ეგ არის. ყველა კარგ სერიალს ეგ აქვს რა, ანუ შეიძლება ყავდეს რეჟისორი და სცენარისტი, მაგრამ მაინც ანუ სცენარის ავტორებიც ჩართულები არიან კეთებაში და ეს არის როცა დაწერილი შენ ხა გადაიღე, იმიტომ რომ შენ გესმის ისი მიღება გინდა, სცენარის შეცვლა გიწევს ხშირად? არა. უბრალოდ მე როგორც მე პახოდ უყურებ არტისტის პრიზმიდან რა, მე ხო მახსოვს მე რომ მუშაობ რას ნიშნავს თავისუფლება რა, იგივე აი ხა სადაც ვიმყოფებით, სულ მაგას ვიძახი, ძალიან მადლიერი ვარ იქ ჭაბასი და ბიჭების რომ თავის დროს ჩემთვის ეს თავისუფლება რო არ მოეცათ სცენარის გარდა რაღაცეებში იგულავე, მე შეიძლება და დღეს რაღაცები ისე არ მქონოდა და არ მეკეთებინა რა, ამიტომაც ის არტისტები ვინც ყავს, იმათ ერთად გავიზარდე, მათ ხელში გავიზარდე. ყველა ჩემი თეატრის არტისტია შესაბამისად, ვიცი ყველა მათი ფერი, ყველა დიაპაზონი სად როგორ მუშაობენ, ამიტომაც რო წერდი ზუსტად ვიცოდი ვიზე ვწერდი. მაგრამ ერთია შენ რო იცი, მე ხა თან მივუდექი თეატრალური პრინციპი. ხო, უკვე სამსახიობები წარმოდგენილი. ხო, რა თქმა უნდა, კი, აი ვიცოდი ვიზე ვწერდი რა და მაგრამ ჩვენ მივდექით, ну როგორც აი თეატრის რაღაცა თეატრში ვიკრიბებოდით, სამაგიდოებს გავდიოდით, იქ მიზანსცენებით კი მოხაზეთ რაღაცები და სანამ არ გავაკეთებინა ერთი ეკონია მინუსი რა, რომ შენ რო წარმოდგენაში გაქვს აი ზუსტად როგორ უნდა თქვას. მე თან მეუბნებოდი რომ თავისუფლება გაქვთ, კაცო, იგულავით რაღაც და მე ვაჩერებდი ყოველ ხუთში და მეუბნებოდი აი ზუსტად ესე მინდა, იმიტომ რომ კონტექსტში მე ვხედავ როგორ უნდა იყოს და ну ცოტა მაგაზე აი ის იყო რა თავიდან, მაგრამ დავლაგდით, ყველამ გაიგო, მივახვედრე, მივიყვანე იქამდე და ეხა სედზე თავისუფლება თუ კონტექსტ კარგად აღიქვავ, იმპროვიზაცია მოსულა
მაგრამ ვიცი ჩარჩო რა რაღაც სექტარმა გახვიდე. ხო. აი ყველა ეგეც კომედიურ სერიალს ეთყობა ხოლმე მე რომელიც მეორე სეზონი გრძელდება რომ თავიდან თვითონ მსახიობმაც ჯერ არ იცის და მე თვითონაც რომ ნახავს უკვე ეკრანზე ერთ სეზონს და გავა და მეორე სეზონს გადავყე თვითონაც ნასწავლი აქვს უკვე ეს ისტორია გამოვლილი აქვს და კი ბატონო ეგრეა იცულებიან ხოლმე რა სხვანაირი ხდება მე და მე უფრო კაი ხდება ხოლმე რა შემტყავზის გამოსtildeმა კი აი ზუსტად ეგ პონტი არის რა და ეგ წარმოდგენილიც რო გაქვს ეგეც კაია ის ლუისი კეი ყვებოდა ჰორასენ პიტი გაქნანახი ლუისი კეის შენ მითხარი და ლისტში მაგ ჩაგდებული ჰორასენ პიტი მე გითხარი შენ მითხარი მე მგონი ან შენ მითხარი ან აი იმ პერიოდში მითხრა ვიღაცა ჩაგდებული ხო და მან ყვებოდა რაღაცას კეთებას და ალან ალდა არის მსახიობი რა ესეთი ლეგენდა არის ჰოლივუდის და ალან ალდაზე და კიდევ ვიღაცაზე თქვა რომ ვიღაც მსახიობი მინდოდაო და ის გაიმაზაო და მე რაღაცა ესეთი ბიძა არის ესეთი რა მე რაღაც უხეში და რაღაც ეგეთი ბებერი ჯაჯღანა ტიპი არის და მე რო გავიგე რომ ალან ალდა იქნებოდა გადაწერა სცენარი ანუ იმ ტიპზე მოარგო და ვაფშე შეცვალა წინადადებს ის როგორ იტყოდა და ყველაფერს რა ანუ ეგ და ეგ მეც მქონდა რა რომ მე ვთქვი ვაი და კი ჩემები არიან მაგრამ აი უარი მითხრეს ან რაღაც გრაფიკი დრო ამბავი მე ვთქვი რა ვქნა მე იმდენად მოვარგე ანუ იმდენად მათ ფერებზე იყო დაწერ კიდე არავინ უარი არ მითხრა და ყველა ისე იყო მაგრამ აი რამე რო ყოფილიყო და ეგრე ლუისი კეის ამბავი ჩავარდნილიყავი არ ვიცი ალბათ თავიდან დასაწერი იქნებოდა იმდენად ვიცოდი ვიზე ვწერდი რა ისინი ვინ არიან ვამპირები თუ საერთოდ ვამპირები არა 4 ვამპირია ეს არის ალეკო ბეგალიშვილი გოგა მოძმანაშვილი გიორგი ყველაშვილი და ჯეჯი სხირტლაძე რა 4 ვამპირია ასაკობრივი სხვაობა არის ერთი არის ყველაზე დიდი 400 წლის ჯეჯი ანუ ვლადი ბჭყალებში ოღონდ ის ვლადი არ არის ვლადიმერი ქვია ამას და ერთი არის ჰამლეტი რაღაცა ქართველი ვამპირები არიან ბიჭო ვერ გაიგებ საკუთარი ენა აქვთ თან რა რო ბრაზდებიან იწყებენ ვამპირულ ენაზე ლაპარაკს რა გამოგონილ ენაზე კარჩი სასაცილო სპეციალურად დაიწერა საუნდტრეკი ხა სადაც ლოგში ნახე რომ ხო საუნდტრეკი დაიწერა სადაც ვოკალი არის ამ ვამპირულ ენაზე რა გაუგებარი თანხმოვნების წყობა არის ოღონდ რა გეგონება რომ სატანას იძახებ რა ეგეთ რაღაცებს გავს რიტუალის პონტი არის და კარჩი საინტერესოა რა სახელიც გავაჟღერებ მაგრამ იხარია რომ ამბობ მე არხი არსებობს უკვე იმ დღეს დავაგდე დავლინკავთ აღწერაში ხო პროსტა არხი არსებობს ვინც არის ეხა სტრუქტურა როგორ ხდება იცი რომ წინასწარ ქმნი არხს მე იქ რაღაცა კრიტერიუმები უნდა შეავსო რომ იქ მონეტიზაცია ჩაგერთოს რაღაცები და ამიტომაც პროსტა დავლინკე რა რომ ვიღაცებმა თუ სურვილი გაქვთ გამოიწერეთ ჯერ кайხანი არ დაიდება ყველაზე ბოლოს 1 სექტემბერი მაგრამ აგვისტოში მინდა დავდო მწოველები ქვია შესაბამისად რავი თუ დანიკავთ არა და მეგობრებო შეგიძლიათ ჩაწეროთ YouTube-ში მწოველები ვინ რა იფიქრეთ თქვენ გათახსირებულებო აქ მხოლოდ ის აგვისტოში რატო დრო ძალიან ბევრი მიაქ რა პოსტი იმდენი ჭირდება. ხო და ცოტა მერე ჯობია მაშინ. არ შეიძლება აგვისტოში მორჩება, არ დადო აგვისტოში. აი უყურე მირჩია მაშინ ეგ YouTube-ზე გინდა დადო, ხო? შენ არხს. ანუ ხო, რა სცენა კეთებ. მაშინ არ ქნა აგვისტო, მე გირჩევდი. აბა მირჩი, მანამდე ჯობია? იმიტომ რომ აგვისტოში ყურებადობა დაცემულია YouTube-ზე ზოგადად. ანუ 1 სექტემბერი? სექტემბრის შუიდან. კაი, მანამდე სიტყვაზე აგვისტომდე როგორია? ხო, ზაფხული არის ჩავარდნა რა, ყურებადობა. თელი ზაფხული? ხო, იმიტომ რომ ხალხი უფრო მოძრაობს და ის გარეთ გადის, უფრო მეტად აქტიურია და მოძრავი ადამიანი რა. მე უფრო ჯდება სახლში და უფრო მეტი დრო აქვს რომ რაღაცას უყუროს რა. სამსახურები იწყება, სკოლები იწყება, საღამოს უფრო მეტ დროს ატარებს სახლში უკვე სექტემბრის შუიდან. მე რა წარმომედგინა რომ ხალხი პლაჟზე წევს და ტელეფონში ესე შვება. და კოქტეილს წოვს. არ ვიცი, ეგეთი ის მქონდა. შენ გიყურებია მასე პლაჟზე რამე? მე მიკაკრას მიყურებია და ეგაა, ჩემი შესწო, ჩემით რო გავთვალ. ანუ სექტემბრის შუა რა სიტყვა. აი წლების განმავლობაში რა სტატისტიკასაც ვაკვირდები. ხო, ანუ თქვენი ცდეკა მაგალითად ეცემა რა. ოკეი, სიტყვაზე სექტემბრის რა შეიძლება ხალხმა კიდე მაგინოს იქით გადავწიე რა ქვია. სექტემბრის 15 დღე მოიწვეთ თუ რამე, არ სკოლები დაიწყოს ბავშვებმა დაგღალოთ, საღამო სახლში მიხოთ, ჩაუждებ, იმიტომ რომ 18+ არის, ანუ იმენა 18+ არის რა. და ყველა სერიაში არიან ბევრი ცნობილი სახეები, იუთუბერები, არა იუთუბერები, პატარა ეპიზოდებში რა, ანუ რაღაც კამეოებია. ну აი ძალიან სასაცილო. პირველ სერიაში დრუპის აქვს ისეთი სასაცილო კამეო და კაროჩ ბევრს ახ არ მინდა კიდე ვიღაცები დავწოდ მე ტრეილერები რო დაიდება. მაშინ 15 სექტემბრისკენ ავოდით. ხო, რა, მაინც იფიქრე, ჩემი ხო, არა, მე მქონდა ეგ პონტი რომ ალგორითმები გადავამოწმო, მე თქვი როგორ უმუშავებს, ვის რა გამოცდილება აქვს, მაგამ ჯერ არ მისულა, მაგრამ აღებული მქონდა ესე, ან აგვისტოს დასაწყისი, ან მე თქვი 1 სექტემბერი, ახლა 15 დღე არაფერს არ წვეცით რა.
ხო, აი კაცების შემთხვევაში ესე არის ხოლმე რა, რომ ჩემ პოდკასტიც ესე იყო, ხა ჯერ პირველი ზაფხული გამოიარა ჩემ პოდკასტმა, მაგრამ კაცების შემთხვევაში წლებია ეგრეა, რომ ზაფხულში უფრო ეცემა ყურებადობა. ანუ მე ჩემი არხის იმით ვშვებოდი, ხვდები? ანუ ლოგიკა. შენ არხზე არ არის ეგრე? ჩემ არხზე ეგრე არ არის. ჩემ არხზე ზაფხული, მაგრამ მუშაობს ხოლმე. ანუ ჩვეულებრივად მუშაობს რა. ზაფხულის ეს. მაშინ ინდიაში შენ აუდიტორიაზე თუ გახვალ, მაშინ შეიძლება ღირდეს, აი არ ვიცი რა. ხო, აი ამ არხს შევატყობ. ხო, აი შევატყობ რა, ამ ახლა ეს მწოველების არხი როგორი მასიზავს, მინდა რაღაცა უკვე ბაზისი იყოს, მერე ხო, რა, აი ალგორითმებს დავაკვირდები, იმიტომ რომ რისკია რა, რაღაც პონჩი ახლა ესე გაუაზრებლად დადება მართალი ხარ. იმდენი ენერგია ჩავდე, რომ ახლა მაგის გამო. შემოდგომა ყველა პონჩი სასარგებლო იქნება. ანუ ის არ იქნება, რომ შემოდგომას არ ღირდა დადება და ჩავარდა. ანუ ყველაზე მეტი აყვი შემოდგომას არის. შეიძლება ზაფხულმა გაამართლოს, ან მეტი რისკია, მაგრამ შეიძლება გაამართლოს რა, მაგრამ შემოდგომა ყველა პონჩი გაამართლებს. ну შეიძლება ზე ოფნას ჯობია მაშინ რა. ხო, აი განსაკუთრებით სექტემბრის მერე ოქტომბერი, ნოემბერი ძალიან აქტიური ის არის ხოლმე ბრუნდება მაყურებლის დიდი რაოდენობა რა. ისე ჩაუჯდება ეგ. ანუ YouTube-ზეც ეგ, მე რაღაც უფრო ტელევიზიის ის მგონია ხო ხვდები სპეციფიკა რა. და ეგ ხო ტელევიზია არის, უკვე სერიალია. აი პოდკასტი კიდე შეიძლება ჩართო მანქანაში უსმინო, სადღაც მიდიოდე, მაგრამ ეს სერიალს უკვე ჩაჯდომა უნდა. რამე შენ მაგ YouTube-ზეა თუ Netflix-ზე თუ გადის რა. Ja, მართალი ხარ. ჩემი ისე ეგ არის რა. მართალი ხარ, მაგას კარგად ჩაუჯდები გავარკვევ რა. კაი, კაც 15 დღე მეტი მექნება. რაც მეტი დრო პოსტზე სამუშაოთ მეტი გექნება. ხო, არა, ბევრი დრო მიაქვს ძალიან. მსახიობებისთვის გაგიჭირდა ამის ახსნა და გაგებინება რასაკეთებ? არა. პროსტა იმიტომ რომ პირველ ქართველებს ეგეთ რაღაცაზე არ უმუშავიათ ჯერ. ამათ იმდენ რაღაცაზე უმუშავიათ და ხო ხდები. კამერასთან აქვთ კონტაქტი? თვითონ კამერას ხედავენ, მაგრამ არ იციან რა არის. ანუ მხარზე რა ადევ შენ მეგობარს არის ეგეთი ფრაზა რა მე მეკითხება ერთ-ერთი რომ და უხსნით რა არის კამერა რა იმიტომ რომ იციან კამერა მაგრამ 70 წლის წინ როგორი კამერებიც იყო სხვა და ხა მხარზე ადევს ბაზუკა ვერ გაიგო თუ რა მაგრამ ეს კომუნიკაცია არის კადრში ახსნა რა შეეხება როგორ მე უხსნიდი ჩვენებით რა ანუ რეალურად ეგ მინუსია რაღაც პოჩი მე რომ მიხსნიან ხოლმე ეგრე ეგ ნიშნავს რომ შენ გიხსნიან პონტს და შენ შენი ფერები უნდა მოძებნო ეს მისი არის მეც ამას ვეუბნებოდი ახლა რომ მე რასაც ახლა გაჩვენებთ ეს მე რაც წარმოსახვაში მაქვს დანარჩენი იგულავეთ მოძებნეთ თქვენი ფერები მაგრამ იმიტომაც ალბათ არ გამიჭირდა ყველაფერს ვაჩვენებდი ეგ გეუბნებ თამაშობდი მთლიან სცენას ნებისმიერი პერსონაჟის პრიზმიდან და მე ვეუბნებოდი რომ აი შენ ამაზე გააკეთე აქცენტი შენ ამაზე და ყველა უცებ ასე თუ ისე მოერგო რაღაცები თვითონ არ მოწონდათ მაგრამ მე ვარწმუნებდი რომ კარგია და ეხლა გადაღებული რომ ნახეს მივხვდნენ რომ სწორი ვიყავ იმიტომ რომ მაინც უცხო ხერხია ხვდები ანუ კინო არ არის არც თეატრი არ არის აი შუაში არის რა სადღაც რა და ეს ოქროს ხაზი არც ისე მარტივი დასაჭერია კინო ვიცით თამაშობთ თეატრი ვიცით თამაშობთ აქ ვეუბნები რომ ეგეთი ფერები თეატრის მოხსენი კინომდეც არ ჩახვიდი ანუ თვალებით არ თამაშობთ მარტო რა აი შუაში სადღაც უტრირებული სიყალბე მინდა სადღაც პირიქით ძალიან დამიწებული რეალიზმი და ცოტა ეგ იყო მაგრამ მოჯდნენ რა ეხა ჯიგრები აი მოჯდნენ და ეხა ის აქვთ ვასვენებ მეორე სერიისთვის პիտი ვზადება იქ რაღაცეები და მეორე სერიას დავიწყებთ ალბათ ესე მიყვები ანუ სცენარით მიყვები გადაღებას სცენარით მიყვები აი აჭრილათაც ვიფიქრე მაგრამ არა აი მე ისე დავალაგე რა ესე პირველ სერია მორჩით დღეს ეს ბოლო დასიონკის ამბავი არის ალბათ ერთი კვირა იქნება მოსამზადებელი პონტი სამაგიდო რეპეტიციები რაღაცეები კიდე 1-5 დღე მჭირდება იქ რეკვიზიტი ამბავი რაღაცა ლოკაცია გავაკეთეთ და მერე გავაგზავნებთ რა ალბათ ისე ვაეგრე გადავიღებთ გავჩერდებით პარალელურად პოსტზე ვაგდებთ რომ შავი ვნახოთ ხოლმე რა არის და აი ერთ ლოკაციაში ხდება ხო ძირითადად არა ერთ ლოკაციაში ეხა პირველ სერიაზე ხდებოდა ნუ ერთი სახლია სადაც იღვიძებენ რეალურად რა სადაც ეს ჩემი პერსონაჟი შემთხვევით მოხდება მაგრამ თბილისში ხდება არა ვითომ და მესხეთში მიდიან რა გადასაღებად და გზად გაუფუჭდება ამას მანქანა და პირველივე სახს მასპინძელოთი რომ ხელოს ასეძებს ან დასარჩენს და აღამდებათ შემთხვევით მოხდებიან ან ვაფშე სხვაგან მიდიოდა ვაფშე სხვაგან მოხდა მეორე სერიაში ძირითადი პონტი მაგ სახშია მაგრამ მესამედან უკვე და რაც თავი ეს არ არიან ანტაგონისტები რა ეს ტიპები ან თავიდან პირველი სერია რო რჩება გონია რომ შარში ანტაგონისტები არიან და ნელ-ნელა არკვევ რომ ანტიგმირები არიან და მერე შემოდის იქ ხარ უნდა დავასპოილერო რომ თავარი რაღაცეები ამიტომაც მესამე სერიიდან უკვე ნელ-ნელა ეშვებიან თბილისისკენ რომ გაიგონ რა ეპოქაში გაიღვიძეს ის კლუბში გულაობებია ხო ეს კლუბის გულაობები გვაქვს ანუ ბევრი ანძაზე ადია მოკლედ ბევრი რაღაცეები არის ხო რა კაი დიდი შრომა გაგვწია მაგარი გეუნე მაგარ შარში ვართ რა არა სასიამოვნო ამბავი თან რო ნერვიულობ თან რო გისიამოვნო სერია რამდენი წუთიანია 25-35 ეს არის საშუალო პონტი რა
თუ მეტი იქნება ღმერთ მაქნას, მაგრამ ეხლა საშუალოდ მანდ გულავთ რა. ხო, ერთი გადასაღები დღე, პრინციპში ისე ალბათ თელი დღე იღებთ, ხო? აი გეუნები, პირველ სერიას დაჭირდა სადღაც 5 დღე ხა, მაგრამ გათენებებით რა. დღეს დასიომკა არის, დღეს არის 3 პატარა ფლეშბექი არის გადასაღები და ალბათ რაღაცა 6 საათში მოვყომარდებით 5 საათში, მაგრამ ის ნიშნავდა რომ დილის 9-ზე ვიკრიბებოდით და გეუნები, ყველაზე კარგი დღე იყო რომ პირველზე ვჩებოდით, მაგრამ იყო რომ აი 8-ის ნახევარზე რა. აი ეგარი რაც მკლავდა მესეთაზე ყოფნისას დროს რა. ხო, მაგან დაგუბრიდა. თან ამინდები ვერ გავთვალე რა. ანუ ვაფშე ვერ გავთვალე. არ მიჩვენებდა მაგ ამინდებს და ეს სულ ჩემი პერსონაჟი არის თხელ რაღაცა იმაში ზედაში და ესეთი რაღაცა პურლავერი აქვს რა და თოლში როგორ ქარში იცი რომ აი ვერ აგიღწერ გადასაღები. ეხლა ხო აი ზუსტად და ღამეა წარმოიდგინე -7 მიჩვენებს მამკოდაშია რა სადღაც ეს ბაიტი სადაც ვიღებდით -7 მიჩვენებს გარეთ როგორი ქარია იცი ძროხები მიაქვს თუ რაღაცა და გავდივარ და უწყვეტი 7 წუთიანი სცენა მაქვს სათამაშო და არ გამოდის იმიტომ რომ იქ ქარი შემოვიდა ძალიან ისეთი ქარი რომ კამერას აწევინებს და კაროჩი აი სახში რომ ჩამოვედი რაც კი წამალი იყო მჭირდებოდა არ მჭირდებოდა ბინტით დავლიე ხო ხდე იოდიც დავლიე რომ მე ვთქვი ეხა არ გაცივდე იმიტომ რომ ყველა გავიყინეთ ყველა გავითან დაღალაც ხო მთელი დღე რომ მუშაობ მაგრამ კადრებს რო შევხედეთ ღირდა რა სიამოვნებას ღებულობ პროცესით აუ მაგრად ვერთობით ბლუპერები იქნება ისეთი ანუ აი ძალიან ვერთობით რა ვასტა ეს გართობა გვიждდება ხოლმე იმათ ხო ხტე მე 7 წუთზე რო ხარ სიტყვაზე ხამ ერთ სცენას ამოვიჩება აი მე 7 წუთზე რო ხარ და რო გაგეცინება კი კარგია რომ ბლუპერი გჩება მაგრამ ხო ხტები ეს რას ნიშნავს რომ კიდე თავი და 7 წუთიანი უწყვეტი სცენა მაგრამ ცალკე ალბათ სერიალი იქნება ბლუპერების იმდენი სასაცილო რაღაც ხდება რა ძალიან სასაცილო პერსონაჟები არის ჩემი ყველაზე მარტივი პერსონაჟია რა ტიპია 40 წლის ვაჟიშვილია რა რაღაცნაირი დებილი პატიოსანი ხო რაღაცნაირი ეგეთი როჟა არის და ეს ვამპირები ერთმანეთისგან ხო ძალიან გასხვავდებიან და ძალიან კარგად გამოუვიდათ ბიჭებს ანუ აი ოქროს სამშაო ჩავდა ვა საინტერესოა ძალიან რატო დაიწყა მის კეთება მუღამი რა იყო რაღაცა მატერიალური ისიც თუ ხო ნუ გავიპრანჭებთ ნუ გამოვაკლებთ მაგ ფაქტორს რომ ახლა ხოლმე შემოქმედება და მაღალი მატერიები მოდი არ გავიპრანჭები მაგრამ გეტყვი რაღაცა ის ქონდა რა სტაგნაცია იყო გაჭედვა გადაგლესვა თავში ვერ გაგება რა ანუ გასაგებია რომ ეს პოდკასტი რომელიც რაღაცა მიყვარს ვაკეთებ თავის საქმეს 5-იანზე ასრულებს და ეს იყო აი როგორც ეხა ვარ ანთებული ერთადერთი რაზეც ანთებული ვიყავი ეგ პოდკასტი იყო თავის დროს რა როცა დავიწყე ნეტა ეგრე გაამართლოს ამ სერიალმაც და იმის მერე ნებისმიერი ჩემი კონტენტის კეთება იყო იმ გათვლით რომ მონეტიზაცია რას მოიტანს ასე შემდეგ ანუ ნოლის შემოქმედება რა უბრალოდ იმისთვის რომ კაი ნახვები შეიძლება ვერთობოდი ანუ კართობაც იყო რა თქმა უნდა მაგრამ შინაგანად აი რაღაცა ეგოს ვერ ვფხანდი რა იყო რომ საქმე საქმისთვის და არა სიამოვნებისთვის და გავიჭედე ანუ მქონდა თაროზე შემოდებული ეხლაც მაგ ალბათ ერთი 40 ფორმატი რომელიც არის სიტყვაზე გასართობი რაღაც ვიცი რომ გაისვრის ვიცი რომ იმუშავებს რთული გადასაღები არ არის ანუ არც ისე დიდი ხარჯია მაგრამ ნუ აი სულ ვატორმუზებ იმიტომ რომ უნდა ადგე ძალით უნდა დაურეკო ძალით უნდა შეიკრიბო ძალით უნდა აი გაიღიმო ძალით აი და გავიჭედე რა იყო პოდკასტი ეს და სუ ფიქრი სუ და მეთქე რა ჯანდაბა გინდა აი კარგად რო იქიქები და მეთქე რაც გიყვარს რაც იცი რაც შენია ფილმი YouTube-ზე არა მეთქი სერიალი რათან აი ამანაც ამ ტენდენციებმა რა წამოვიდა რა იქ უსაშველოები მანამდე კეთილები იქ რაღაცა ეს ღამის მონადირეებით რაღაცა ბევრი შემოიყარა და თვითონ ფორმატი YouTube-მა მიიღო კარგად როგორც ბიზნეს მოდელიც კარგად მიიღო და როგორც რაღაცა საყურებლად კაი პონტი გაიჩიტა ჰე ბიჭო ცადოთ მეთქი მაგრამ მე არ მქონდა ანუ ჩამოყალიბდი რომ მინდა სერიალი მაგრამ რაზე მინდა არ ვიცი და ხო ისე ერთ-ერთ ღამეს რო ჩართავ აი ეს what we are doing shadows რა შემთხვევით გეუბნები არც ვიცოდი რა იყო და აი გავაიწიწი ეწერა რაღაცა ვამპირები ნუ მე ვთქვი პროსტა რო გავიხიე სიცილით და უცებ მივხვდი რომ რაღაცა ესეთი მინდა რა მე ეს იყო რეფერენსი ოფისია რეფერენსი იმიტომ რომ აი ესე ტუპოი ქათებია ჩემთანაც ოფისმა დაიწყო ეგ ოფისმა ქნა ეგ ყველაფერი ხო რა ანუ აი ოფისი და ეს what we are doing shadows იყო რეფერენსი იმიტომ რომ სტილისტიკასაც ეთყობა აი ხო იცი მთელი მუღამი არის უხერხულობა რა ოფისში ხო ეგაა რომ შენ кайფო პრო ისეთი კრინჯი უხერხულობა ხდება ეს კამერაში გახედვები რაღაც აქაც ეგ პონტია დაჟე ჭრა კადრიდან კადრზე გადასვლა ხო იცი ტუპოი სიბნელე რო არის რა ეგ პონტი ანუ რაღაცეებმა მომცა ინსპირაცია
და დავიწყე წერა, მივხვდი რომ ზედმეტი ინსპირაცია იყო, ეხლა ჩემიც უნდა იყოს აქ რაღაცები და აი ამ გამოთვლაში კი გავიდა ამასობაში რაღაცა 1-4 თვე ალბათ. და მე დავიწყეთ ფინანსებზე ჩარჩი და დაწერით მორჩი, დაწერილი გაქვს ხო? მე-6 სერია მაქვს შავი რა, ანუ შავი არის და даже რას ფიქრობ, იცი, ეხლა მე არ ვიცი ეს თვალე გოგონაზე და ემაზე როგორ ქონდა თქვენ, მაგრამ მე იმას ვიაზრებდი, რომ რაც არ უნდა დავწერო მე ხა და დავარქვა რომ ეს არის გოგონაში გულისხმება შემაბერ მარიცოდეს გოგონა გარეუბნა სერიალი სადაც შენი დებიუტიც ეგ იყო ხო? ხო, ჩემი პირველი სერიალი და ხო ჩემ პერსონაჟებს და ასე შემდეგ პერსონაჟებს ქმნიდა ეს ხალხი და მაგას ვიხსენებ რომ ერთი არის თქვენ რა დაწერე და მეორეა ჩვენ როგორ გავაცოცხლე და საიწავი და მე მახსოვს რომ ხაზები და რაღაცები მე ემატებოდა შეიძლება თქვენ რაღაცა გათვლა ქონოდა და ეხა მეც ექონდა ეხა რომ დავწერე პირველი სერია მე-2 მე-3 მე-4 მე-5 სიტყვაზე რო გაცოცხლდება მე შეიძლება ისე გამიცოცხლდეს რაღაცები ისე ცოტა სხვაგან გაიქცეს კაი გაგებით ცუდი გაგებით ცოტა დავატორმუზა თორე აი მე მეორე სეზონსაც დავწერეთ ხო იცი რომ გაგეხსნება რა რო გონია რომ გენიალურად წერ თუ რაღაც და გავჩერდი და ფაქტიც ეგ არის ეხა რომ შევხედე ბევრად უკეთესია ვიდრე დავწერე, რის იმედიც მქონდა, მაგრამ მივხვდი რომ რაღაცა ხაზები იმდენად კარგი გაგებით სხვაგან წავიდა, ეხა უნდა ჩავაკორექტირო მეორე სერიაში რაღაცები. მეორე სერიას რო გადავიღებ, ალბათ მესავეში. ფაბულად არ ჩავა ფაბულად, მაგრამ არის იქ რაღაცა ხაზები, რომელიც უნდა ჩაკორექტირდეს. ანუ ეს რაღაცა დამტკიცებული სცენარი თურმე ეგრე არ ყოფილა. შეიძლება ვიღაცა ეგრე მუშაობს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მივხვდი რომ არა, ეგრეც არა. ამიტომ მე-6 ისება, არ ვჩქარობ რა. ჩონჩხი არის რაღაც 70%, იქამდე ჯერ მივახციო და ერთი კვირა მინდა იმას გავიყვან ბოლოში. როდის ვფიქრობ დამთავრებას გადაღებების? 3 თვე ავიღებ პროდაქშენზე. კიდე 2 თვე, 2 თვე ნახევარი პოსტ პროდაქშენზე, ეგრე უწევდა რა აგვისტოს ამბავიდან. არ ვიცი 3 თვე თქო, მაგრამ ნუ კაი 1 თვე ზემოდან თუ რაღაცა რა. არ ვიცი, ბევრ ფაქტორზეა. ხო, სპონსორებიც ყავს ალბათ, ხო, წინასწარ. სპონსორები არის, კიდე ვიღაცების პასუხებს ველოდები, იმიტომ რომ ველოდებოდი პირველ სერიას როგორც პილოტს რა. ანუ აი წარმდგენის სტატუსით ან ყავს მაგალითად თავარი სპონსორი. ყავს რამდენიმე სპონსორი, რომელმაც მადლობა ღმერთს თითქმის 80% ხარჯის აღებულია. მაგრამ ბოლოსკე რო გავალ, ზუსტად ვიცი რომ ვიშოვი, მაგრამ აი ერთი დიდი სპონსორი, ხო იცი რაღაცა რომ ყავდეს წარმდგენი, ეგეთი არ არის. თუმცა არიან ტიპები, ვინც ელოდებიან აი ხა გამზადებულ პირველ სერიალს და ანუ პლეისმენტის, ანუ ხო, პლეისმენტის ხარჯზე ძირითადად რა თქმა უნდა. ხო, ანუ იმიტომ მე გადაღებულზე მე ვეღარ იზავ. просто შეიძლება თავიდან ამიტომ ელოდებიან იმას რომ სიტყვაზე პირველ სერიას და მე მაგ დრო რა, რომ რაღაცა იქ ჩავსვა იმაში ამაში რა. ნახოთ აი იმედია გამოვა თუ არა და სიტყვაზე გათვლა 0 იყო ანუ გეფიცები რომ დასრულებას შეძლებ მაინც კი არ მგონია რომ აქამდე მივიდეს რომ ეგრე მოიწევს თუ რაღაცა სიტყვაზე ჩემი ხარჯითაც დავასრულებ მაგის პრობლემა არა უბრალოდ რა არის იცი რომ არც მქონდა გათვლა რომ მე ხა აქედან ლარი მაინც დამჩებ ანუ აი გეფიცე ლარი გათვლა როგორც ბიზნეს მოდელი არის მეორე სეზონზე მესამე სეზონზე და ფილმზე სიტყვაზე მაგრამ პირველი სეზონი რაც კი მოვიდა ჩავაბრუნეთ ეგრევე ყველაფერში დაიხარჯა თუ რამე დასამატებელია ვამატებ იმიტომ რომ აი ეგრე მჯერა რა რომ ისე უნდა გაისროლოს რომ მე რაღაცა ფულები მოიტანოს შოკოლადები მაგარ წამოწყებაში ხარ რა თეატრში აგრძელებ ისე თეატრი გაჩერებულია ეხა ველოდებოდი სასამართლო ამბებს ნახე ხუთში რაც მოხდა გუშინ გაგრძელდა ჯიგრების იქ პატიმრობამ არ ვიცი კრებაა დანიშნული ამ დღეებში უნდა მივიდეთ და გადავწყვიტოთ რას ვაპირებთ რა ხო მაგრამ ნუ ხო ანუ ისე როგორც კარიერის ამბავში აგრძელებ არა ესე კი კაცო ყველაფერი თეატრში მიდის რა ჩვეულებრივად დუღდა ცხოვრება ეხლა რაც YouTube-ზე გადმოხვედი და აი ამ სერიალს აკეთებ და საერთოდ სხვა სპეციფიკაში ხარ იქაც მოღავს მაინც პოულობ ისე სცენაზე დგომით უყურე მე დიდი ხანია ჩემთანაც არაერთხელ მithქვამს ანუ ის ანთებული თვალები ალბათ აღარ მაქვს უკვე დიდი ხანია რა რაღაც რიგი გარემოებების გამო რაც ეს ერთი არტისტის სუბიექტური ტკივილია და ეს არაფერ რაღაც ობიექტურ რეალობასთან არაფერ შუაში არ ყველა არტისტს უნდა მეტი როლი ყველა არტისტს უნდა რომ უფრო დაკავებული იყოს ასე შემდეგ ბოლო წლები ისე დაალაგდა ბოლო სიტყვაზე აი რაც ახალ შენობაში გადმოვედით რა ისე დაალაგდა რომ ჩემი ძველი რეპერტუარიდან სიტყვაზე თუ ვიყავი 7 სპექტაკლში ძველში რაღაცები ფიზიკურად ვეღარ გადმოვიდა, იმიტომ რომ სცენა ვერ აიტანა, რაღაცები გადააკლაპა სცენა, მოკლედ რაღაცები უკვე ავთენტურობა არისო ამ პირობითობაში, რაღაცები პროსტა კონტექსტს აცდა და სათქმელი მოძველდა რა და დარჩა რა 2 ჩემი სპექტაკლი, 3 სპექტაკლი. ეს ნიშნავდა რომ რაღაცა
თვეში მივდივარ 6 ჯერ და ჩემ საქმეს ვაკეთებ, თამაშობ. ცოტა მექანიზმში რო გაქვს რა გადასული ქარხანა. ახალზე არ მიმუშავია. იმიტომ რომ რაღაცა ბავშვის გამო 1-2 ჯერ ვიღაც უცხოელი რეჟისორები იყვნენ, მოკლედ უარი ვთქვი და ნელ-ნელა მივხვდი რომ ცოტა ისა მაქვს მივედი საქმე გავაკეთე და თუ მარტო დოი დამიძახებს დოი სპექტაკლში მივალ, იმიტომ რომ ჩისტა სიამოვნებას პროცესში მან ვიღებ. სხვა რეჟისორებთანაც მიმიღია, მაგრამ ეხლა მაგ ეტაპზე მაგის ნერვი და ის არ მქონდა. თან თეატრი რეპეტიცია ნიშნავს, რომ YouTube-ზე უნდა რაღაცა ძალიან დამერხეს რა. დოისთან ეგრე არის სიტუაცია. ფოტო დატოვე სახში, რომ ახსოვდეთ როგორი ხარ და კაცმა არ იცის როდის მიხვალ სახში, ანუ როდის დავიშლებით, როდის შევიკრიბებით რაღაც, ანუ იქ ცხოვრობ. შეიძლება მოხდეს ეს 1 თვეში, შეიძლება 6 თვეში. ამიტომაც მანამდე იყო რომ არ მცალია მაპატიეთ, ოჯახი მყავს შესანახი, გეხვეწებით ნუ გამწირავთ. ამიტომაც იყო რომ ხო, მაგრამ ამასობაში ისე დისტანცირდი რაღაც ახალი როლებიდან. და ისე მომეწონა აქეთვანაობა ამ ზღვაში. ეგ ეხა ის მაქვს რა დიდად ადრე თუ დარდობდი, ეხა ვატყობ რომ აღარ ვდარდობ. რამდენად კარგია ეს არ ვიცი. მაგრამ რაც იქნება რა. მე ის ტიპი არასოდეს არ ყოფილი რომ აი თეატრი და იმის იქით არაფერი ეგ ტიპი არა ვარ. არაფერს უც არ ვიზახი მაგ ტიპებზე, ანუ ჩემთანაც არიან თეატრში ადამიანები, იდეოლოგიით მარტო ამით ცოცხლობენ ხვდები და უარს ამბობენ კარგ როლებზე კინოში და რაღაცების სიტყვას სერიალებში, კომერციაში, იმიტომ რომ თეატრი და მესმის. მაგრამ მე ეგ ტიპი არ ყოფილი ვარ რა. მე მინდოდა რაღაცა ფულით, ცნობადობა ყოველთვის, გართობა, ანუ სეტზე გართობა, კამერასთან მუშაობა და თეატრი იყო ჩემთვის ყოველთვის ფორმაში ყოფნის და ზრდის პირველი წყარო. ანუ სეტზე ვერ გაიზდებ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ ყოფნის ნიჭი, რომ სეტზე ვიზარდო. ის ტრენაჟები, რასაც გავდივარ თეატრში, იქ მუშაობის პროცესებში, მე მზდის ნებისმიერ სპეციფიკაში. აი ერთადერთი რაც მაკლია, ცოტა ეგ მაქვს, რომ იმდენი ხანი არ მიმუშავია ახალზე, არაფერზე. ცოტა მენატრება და ეხა აი ამ რაღაცეებში ალბათ ვიკლავ რა, ჩემპიონში. მაგრამ ის ტიპი რომ მე თეატრთან ერთად მოვკვდები არ მიწყენს ალბათ თეატრი რა მე ეგ ტიპი არ ყოფილი ვარ თეატრი თუ აღარ იქნება ჩემ ცხოვრებაში ჯვარი მეწეროს ანუ არავითარ შემთხვევაში არ მინდა მე ჩვეულებრივად გავაგრძელებ სიტყვაზე რა რაღაცეების კეთებას ხალხი დადის როგორცაც სულ გადაჭედილი ანუ მე არ ვიცი აი გეუბნები რამდენად სუდი კოლეგა ვარ უყურე და ალბათ მიხვდები რამდენად ის მაქვს რა ცოტა რაღაცა არ მინდა ეგ სიტყვა თქვა ჩემ თეატრში, ჩემ გარეშე, ანუ დაახლოებით ამ ბოლო 6 წელიწადში იყო ალბათ ერთი 10 პრემიერა რა. კარგი სპექტაკლების, კარგი პიესების. ცუდი კოლეგა, არც ერთზე არ მიუსულა. პროსტა რომ მიხვიდე და ნახო რა, რომ მე შეხვიდე კულისებში და ეჭებზე მიერტყა, რომ დრო მეკითხებიან, რატო ბიჭო მეზარება რა. ანუ აი გულწრფელად არ მალავ ამას ხო ხტები არ მეცალა ერთხელ თქვი ორჯერ მაგრამ მე ხტები რომ რატო ვატყო ნუ აი მეზარება რა ჯერა რომ კარგად ითამაშებ და ანუ აი ეხ შენი ჰამლეტი გამიკეთე ერთ ადგილას არ მაინტერესებს ნურთ ჩემზე ნუ მოხვალ ანუ ეგეც არ მაქვს ვაფშე არ მაინტერესებს და შენ წარმოვიდგინე ჩემთან არ მივსულა სხვა თეატრში ხო საერთოდ გზები დამავიწყდა ანუ არც ვიცი რომელი თეატრი სად არის იმდენად მოვწყდი ამ პონტს რა და მაგრამ რასაც ხედავ ჩემ თეატრში ანუ ვიცი რომ გადაჭედილი ანუ ბილეთები არის შოვება როგორც აი დადებიდან 15 წუთში ხრება ხოლმე სიტყვაზე შეყრის ამბავზე და აი გაყრის და რაღაცეები ვიცი რომ ტიპები მეხვეწებია რომ 3 თვის იყიდება 15 წუთში და იჭედება საიტის ტიკეტი თუ რაღაცეები რომ იმხელა ტრაფიკი შემოდის რომ ბილეთები დაიჭრენ და ვიცი რომ ყველა სპექტაკლზე ეგრე არის არ ვიცი სხვა თეატრებში როგორ არის მაგრამ ჩვენთან მაყურებლის პრობლემა რაც მე მახსოვს რეალურად თავ 20 წელია მაგ თეატრში ვარ არ ყოფილა რა იმ პატარა თეატრში ის 20 კაცი სულ იყო აქაც ეხა ეს 600 კაციანი 500 კაციანი დარბაზი სულ გადაჭედილია თან უკვე ერთგული რაღაც სექტასავით არის რა ალბათ არის ერთი 5-1000 კაცი რომელიც სულ ამ თეატრთან ერთად იზრდება მოდის ვითარდება და სულ ეს ტიპები არიან რა მაგარია ეხა ეს შენ რაც ვარცხნილობაც მაჩვენე და წონაზეც თქვი რომ რამდენი კილო მოიმატე? დაახლოებით 15 კილო მაქვს, კიდე მინდოდა, ხო, როლის. კიდე მინდოდა, მაგრამ ვეღარ დავუგდებ რა, მეტაბოლიზმი არა. სცენაზე გიქნია ეგეთი რამე? არასოდეს, ბიჭო, არ დამჭირვებია რა. შემთხვევით მომიმატია და მაგრა უჩხუბია თეატრში რას გავხარ და ობიექტური ჩხუბი იყო, მეკუთვნოდა, მაგრამ აი ეხლა რატომღაც პირველად გადავწყვიტე რომ იმდენად არ მინდოდა რომ ეს სასო ყოფილიყო ვარდოსანიძე პირველი შეხედვით. აუ გინდა გაღადაო რა მოხდა.
კარჩი ხომ მოვიმატე ეს 15 კილო და 25 მინდოდა, მაგრამ ცოლმა დაგშორდები, ბავშვმა იტირა და მივხვდი რომ ვეღარ დავაგდებ, ანუ აღარ მაქვს ეგ მეტაბოლიზმი, რომ ან იმდენი ხანი დამჭირდება, რომ აღარ მიიღეს და ეს 15-ზე გავიჩერე. ქრისტიან ბეილივით უნდა იყო და ხო, და არ ვარ ქრისტიან ბეილივით, არც ფული მაქვს და არც ნერვი და არც გასაქანი რა და მოკლედ ეხა ვიღებთ ერთ-ერთ სცენას რა, ვიზუალი ხო ნახე, ო წარმოიდგინე რომ ეხა კიდევ უფრო მოსუფთავებული ამბავი, ეხა აქ მაინც ამოვიდა რა, მარტოულვაში მაქვს. რაღაცა დაღმართის სცენას ვიღებთ ერთ 3 დღის წინ მორბი ვარ და ტიპი ოპერატორი მომზადებს და ვჩხუბობთ და უკვე საღამოვდება და უნდა მოვასწროთ რა ამ განათებაში გვჭირდება. შუა კადრში ხედავ რომ ზემო და მთები და რეშვება რაღაც მანქანა რა. აუ ფიქრობ გულში რომ ღმერთო მოვასწროთ, მაგრამ ვერ მოვასწრეთ. შუა კადრში შემოვიდა და გააჩერა და ზის ერთი 60 წლის ტიპი გვერდზე უზის ეგეთივე ვიღაცა ჯიგარსონა ორნი არიან და რას აკეთებთ აქა ჩვენ გვეუბნება რა. ვიღებთ მეთქი რას ხედავ კამერა გამნათებელი ხმა თუ რას ვაკეთებ ხსოვთ ანუ ვიღებთ და დაიწყო ჩხუბი რომ რას იღებ თუ აქო რას აგაი აშიგა და აქედა ჩვენ ვეჩხუბებთ რა შენი საქმე მოკლედ გაირკვა ის რომ ნაკვეთებს უკანონოთ იკანონებენ თუ რაღაცა ღობავენ და რაღაცა სისულელებს იღებენ იქ და ამ ტიპს გონივართ რომ ეგენი ვარ და ჩვენ გონია რომ რაღაცა ამ პოლიცია ხარ თუ მეს რა გინდა რა ნეიტრალურ ტერიტორიაზე აი ამ ჩხუბის დროს ესე რომ ყვირი ვართ ეს ტიპი ჯერ ოპერატორს ეჩხუბებოდა მე რეტორიკას და მე გამომხედა ბოლოს რა და მიყურებს და კაი პაპა დაწყნარდიო ბიჭო ისეუნება მე თვითონ არის პაპა ჩემთვის ანუ ეგასაკია ტიპმა ჩათვალა რომ პაპა კაიო კაცო შენო ანუ ამათ ეჩხუბები შენო კაი პაპა დაწყნარდიო და ჩი პაპაო თახვიც რომ გესიამოვნება რომ yes მე ვთქვი გამოვიდა ანუ 60 წლის კაცს ვეგონე პაპა მისის ასაკის თუ რა აი ეგეთ ვიზუალზე ვარ ეხა რა ანუ ნახავთ ვერსერია რითი მოიმატე არა ბიჭამით უმარჩებდის მომატება არის აი ეს ღამებ Netflix-ი კბილეულები დაიყარე თუ რაღაცა შეცოხნე იქ ცომეული McDonald's-ი ამბავი და 3 დღეში თათათათა ეს მალე ვიმატებ ძალიან ერთ ალბათ არა ვარჯიში როგორ მეკცა ეხლა ვიცი ხანდახა რომ აჯიმანიას გააკეთებ მაგრამ მოიხვდები რომ აზრი არაა მეც მაგრამ მინდა რომ რაღაცა მიზეზი მქონდეს რომ გამოვიმატო ზონაში რა აი ეგეთ მიზეზი მქონდეს სიამოვნებაა სადღაც ალბათ ხო იმ დღეს შევთავსოვდი მე მართლა მაგიტო მოიმატა შევთავსო გითხებოდი თუ პროსტა დააბრალე მაგის არა მართლა მაგიტო მოიმატე აი მე მორჩები თუ არა გადაღებებს ეგრევე ბოქსის დარბაზში შევარდები და დაავიწყებ სახტურაოს და გრუშასთან და აი უნდა დავაგდო რა დაუბრუნდე ძველ რაღაცა ნორმალურ ვიზუალს ხო და მანამდე სულ ეს ტიპი არის იქ ძალიან უხდება სერიალს მაგრამ ხო მეტნაკლებად ანუ პროცესები მაქვს რაღაცა 6 თვე შეიძლება გადავაბო მე შენახე თუ ეგრევე ითხრეს რომ დავაი მეორე სეზონი დავიწყოთ ხო მე ასაპირებ ვაიმე შემპირ შაქარი თუ როგორც გეგმა მაქვს მეორე სეზონზე მითხრეს მე ვაიმე ფილმი სანამ არ მორჩება დაეცოლმაც იტიროს ბავშვმაც იტიროს აიტანენ არა უშავს 1-2 წელი ვიქნები ეს თუ ჩიტი თუნდაც ღირდეს არა უშავს დაგდებას მოვას მანამდე ის ანუ წონის შენარჩუნებაზე გიწევდა ისა მუშაობა თუ შემოგვიბრუნდა რაც 30-ს გადაუცდი აურართული გახდა 30-მდე ბიჭო ეს რა იყო ანუ ეგეთი ხო ჩემთვის ვერ ვაგებინებდი მაგას არა ანუ აი ჩემთვის იყო როგორი რაღაცა იცი რაც არ უნდა გამქცეოდა სიტყვა ბჭყალებში რაღაცა წონა 10 კილო 3 პრეს გავაკეთებდი 2 დღე 6-ის მერე აშევჭამდი 2 ტურნიკი და კასან რაღაცა კუბიკები გეტყო 30 წლის პროცესი ნელა როგორ გადატორმუზდა იცი რომ 3 კანონი მაქვს რა ესე ვეძახი რომ თუ მინდა რომ უცებ მოვიდე კარგ ფორმაში 3 რაღაცა წმინდა კანონია რომელიც უნდა დავიცა 1 არავითარი ეხა გაზიანზე ეგრე მაქვს რა ანუ სიტყვაზე არავითარი გაზიანი საერთოდ არავითარი შაქარი საერთოდ არავითარი შაქარი არავითარი ცომეული და 8-ის მერე დილის 12-მდე არ ჭამა აი ეს კანონები თუ დავიცავი და პახოდუ ვარჯიში ხო ანუ 16 საათიან იმას აკეთებ ხო რა და პახოდუ ვარჯიში აი ესე შემიძლია მოვიდე ფორმაში, მაგრამ ეს უკვე გახდა ცოტა ეს ანუ ეკანონები ადრე თუ მაგრად მუშაობდა, ვატყობ რომ ეხა მუშაობს, მაგრამ ისე აღარ რა, ეხა უფრო აი რაღაცა შენარჩუნებას იწყებს თავიდან, მე ნელ-ნელ მე ვხვდი რომ ასაკი თავისაშვები. ხო, რაღაცნაირი ასაკი არ ვიცი, რატო ხდება ეგრე, მეც მქონდა ამის გამოცდილება და ჩემთვის არ მქონდა და ვეუბნებოდი რომ ეგრე მოხდება თქო და არა უმეცნიერება ხო და დაბადების დღე რო ქონდა 30 რო გახდა მეორე დღეს 3 რაღაც ახსარი ატკივდა ძალიან ცუდი რაღაცეები ხდა და გათენება ბიჭო ეს რა ანუ აი პროსტა ორგანიზმი გეუბნება რომ ფუნქციები რომელიც აქამდე ქონდა всё ანუ აღარ დაინსტალირდა რა ანუ მორჩა აპდეიტი გაკეთდა და ბანძი აპდეიტი ანუ
გათენების მერე Windows Vista რო გამოვიდა. აი, ყველა კომპიუტერი რო გააფუჭა. უნივერსიტეტი გაიხსნა, ეხლა რო ვიხსენ ყველაზე ესეთი იარკი და რაღაცნაირი წლები იყო, რომ უნივერსიტეტში სიტყვაზე 4 დღე ვილოთავებდით, გადავაბავდით, მე 13 წამი ესე თავს მივდებდი და წავიდა 4 დღე გადაღება, რომ ეხლა ეს ხო გავათენეთ. ბაჭი, ეხლა გავიღვიძე რა. ანუ ეგეუნები შენ პოდკასტისთვის პროსტა გავიღვიძე, თორე ეხლა კიდე ვიძინებდი 1-4 დღე. ან მოშლილი ვარ ეგრევე, რაც არ უნდა აი მთელი დღე ესე ვიჯექი, ვერ ვაზროვნებდი და მიუხედავად იმისა, რომ თან რაღაცა აი შამანების თემა, მაგრამ ეხმარება რაღაცები, მაგრამ ასაკი, არჩე, ბევრ კონტროლს იწვევს, მე გინდა არ გინდა. შამანები ის რო არის. ხო, ჩემი შამანები რო არ იყოს, იმენა დარხეული მაქვს, ხო? არა, ადამიანი შამანები არა, ჩემი სუპერდოზინგი რა, სოკოების, ეგ მაგრამ ხოდავს ხოლმე, მაგრამ ასაკმა მაინც ესეთი რაღაცები მოიტანა, მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხა დიდი ასაკი და 37-ის ხვდები ახლა, მაგრამ ნუ 30-ის მერე რაღაცები პროსტა ესე იცვლება ან ითიშება რა. კი, პახმელია? მე ზოგადად არ ვსვა. ყოველთვის მქონდა ალბათ პახმელია, მაგრამ მე არ ვარ. პახმელიაც ეგრე იცვლება რა. აი 30-მდე საერთოდ სხვა სპორტი არის და მე ხო, მე მქონდა ხოლმე რა. მე ძაბნელდება. მერე უფრო ცუდი და მძიმე. უიდედნა. ხო, არა. კიდე მე არ ვარ რა დიდი მსმელი. 1000-ში ერთხელ თუ სვა ვიაზრებ, რომ მე 4 დღე არ უნდა მქონდეს არაფერი, რომ შეიძლება ცუდად ვიყო რა და ამიტომ 200 გრამი ვისკს დავლევ და მე გამასვენებენ, გამომასვენებენ, გადავარწყევ, გადმოვარწყევ, რაღაცა ვიტირებ, ხინკალს შევჭამ და აზე მოვა რა. ვარჯიში კრივი? თუ კიდე რამე? ეხა ბოლო პერიოდი მქონდა ის, რომ დარბაში თავარი რა არის? თავარი ყველაზე მეტად ჩემზე მოქმედებს მაინც კრივი რა. ყველაზე კარგად, ანუ წონაზეც ვაფშე მგონია რომ მაგაზე უნივერსალური ტიპი. პროსტა კაჩაობა კარგია, მაგრამ ჩემზე უკვე იმ განწყობაზე აღარ მოქმედებს. აი ხა მშვენიერი დარბაზია ჩემს ახთან. მეც ეგრე ვარ. მე და ჩემი მეუღლე სამითო დავდიოდით, აი ბოლო პერიოდს სანამ აქამდე მოვიდოთ გადაღებებამდე. ჩავდიოდი ძალიან სიამოვნებდა და რაღაცებს ვაკეთებდი, იქ დაროშკას ვაკეთებდი, გრუშა ეკიდა რა, იქი დარბაზში და გავდიოდი გრუშასთან მაინც რაღაცებს მუშაობდი, მაგრამ მივხვდი რომ პროცესი კარგია. მაგრამ ეს უნდა იყოს ალბათ დამატებითი ვარჯიში რა. ჩემთვის არის რომ მივედი რაღაცა ჩემმა ტრენერმა სიტყვაზე მოკითხა ჩემს ძმას ლევანას, ანუ იქ მომკლა სახტუნაოში, რტყმაში, იმაში და აი ადრენალინმა თან შედეგიც სწრაფია, რატომღაც არ ვიცი, ეგეთი ვარჯიშებია, რა საოცარი შედეგი აქვს ხოლმე. მივხვდი რომ სხვა ნებისმიერი სახის ვარჯიში პროსტა აღარ მომწონს. შეიძლება კონდეს შედეგი, მაგრამ მომბეზდება უეჭველი. ბოქსი არის რომელიც არ მბეზდება რა. დიდა თავს არ ვარტყმევინებ ხოლმე. ანუ აი ხო, ეხა სპარინგები, კი, სპარინგები იყო ხოლმე, მაგრამ ხო ხდება მე მაქვს ხარი ქრონიკულად მარცხენა ამოვარდნილი, ეს ალკე ტრაგედიაა რა. სპარინგის დროს ხარი ამოვარდებოდა 20 კაცი მისვავდა, მე რა, კაროჩი, მაგრამ ანუ ეგ სპარინგიც ასწორებს, მაგრამ მაინც ვიაზრებ რომ პროფესია და ეხა დიდად ხო ხდები ჩეხვებში არ გადავდივარ და ეხა შიდა ტურნირებში და რაღაცებში არა. ერთმანეთს ურახუნებთ ხოლმე, ასწორებს, იცლება მაგრამ ესე რო აი მახარა რო არის რა მსახიობი შევიდა სპარინგებზე გადის და იქ 20 კაცი galახა და ტურნირებზე იზმიანა გადაერთო მე მგონი მეივეზერისთვის ემზადება თუ რაღაცა მახსოვს 12 რაუნდში დადიოდა ხო მაგრად ირტყმევინება ძალიან ანუ აი მაგრა მოიხოდა ეგრე არა ხო ხდე მე ეს არის ჩემთვის აი შინაგანი დისციპლინისთვის ფორმაში კარგად ყოფლისთვის და თავს გრძნობ ფანტასტიკურად ალბათ სისხლი იმდენად ცირკულირებს რომ ну აი კარგად ვარ რა ღამე რო ავდივარ თან საღამოს მიყვას ხოლმე ვარჯიში აი ამ გრუშის და იმის რტყმის და იმის ისეთი დაცლილი ვარ ანუ აი სა მე დილით მიყვარს ადრე აი მე ეს იმას ვაკეთებ ხოლმე ჭამის დიდ ფანჯარას რა და დილით რო ავდგები მთელი ანუ საღამოს რო მიჭამი და დილით კიდე უჭმერად მე ვარჯო დილი ძალიან ასწორებს ვაფშე მე ეგ განწყობა გაქვს მთელი დღე რა აი და მე საღამოს დაძინებისთვის მაქვს ხოლმე დილით პროსტა ფიზიკურად ვერ ვიზავ რა ისეთ რაღაც ბავშვი იქ რაღაც ამბავი არის და საღამო იყო ჩემი ცეპებია მაპატიებს კინეულობა ჩემი კინეულობა ხო და მე მაკრო საღამოს მე ვიცი რომ რაღაცა შემილია სიტყვაზე ერთი ფორთოხლის წვენი თუ მოვასწარი დავლიო და გადავივლო ცხელი დუში და დავიძინო აი ბედნიერმა რა მომენატრა ეგ ამბავი როგორც კი მორჩები თან ახლა ჩემს ახთა რაღაცა კარგი დარბაზი გახსნეს იმ დღეს ავედი და აუცილებლად უნდა ვესტუმრო რომ რამდენი ერთი ვარჯიში რამდენი ხანი გრძელდება მე ვაკეთებდი ხოლმე 12 რაუნდს ვაკეთებდი ტომარასთან გააჩნია როგორი ვარჯიშია ჩემ ტრენერს როგორ აქ იცი პარასკევი დღე გვაქვს მარტო ფიზიკურები რა ფიზიკურებს გულისხმობ სეტები არის ანუ გრუშასთან დიდათ არა იქ არის ხო ხდება აი ძალისმიერი პონტები რაღაცეები და რაუნდებათაა რა რაღაცა გაუჩერებლივ 12 სხვადასხვა ვარჯიში
რაღაცა 10 რაუნდი რა, სანამ არ ჩაკვდები, პარასკევი ყველას გვეზიზღება. დანარჩენი დღეები არის, ხო ხტები, იწყება რაღაცა 9 საათი გახურება, იქ სახტუნავები ამბავი რაღაცა, მერე გრუშები, მერე ლაპებზე მუშაობა და ვისაც რა უნდა კიდე რაღაცის დამუშავება და ბოლოს სპარინგები რა. საათ 9-2 საათი ჯამში, მაგრამ ისეთი ინტენსიურობაა შიგნით რომ ვაიმე რა, ვაიმე. ავდექი შტანგა დავდე, ესე ვქენი სარკეში ცოტა ესე. არა, იმენა ჩაძაღალდები, გამოდიხარ, ხო იცი გამაფრთხილა რომ ამდენი გულისრევა დაგეწყებაო, იქით არ წიეო, პირველი რომ მივედი ეგ მითხეს ანუ. რატომ უნდა ვარწყიო, მეთქი, მიხვდები ერთ 15 წუთშიო და ზუსტად 15 წუთში მივხვდი რომ მომადგა, აქამდე არც ერთ ცხოვრებაში არ მქონია რომ გული რატომ ერევა, მეთქი ანუ. რას ვაკეთებ ახლა ეგეც? და იქ ვიღაცებს ურწყევიათ ხო ხტე მაპატიეთ ამ სიტყვისთვის ვიც რო არა ესეთი არის ესთეთიური, მაგრამ ნუ რეალური ფაქტი არის რა, გაფრთხილებენ თუ რაღაცა ტუალეტი ეგრევე იქითაა, არ შეგეშინდეს, ეს ბუნებრივია. მაგარია რა. ბოქს ძალიან. კი, თან მე ძალიან ვაქცე ყურადღებას ესთეტიკას რა, აი ბოქსში კალაბურთი მიყვარს რა, კალაბურთს თამაშობდი და კალაბურთის მეოსება ყველაფერი რა, აი თქო ბურთი პარკეტზე რო ეცემა ეგ ხმა, პოტასის ხმა, ბადეში რო ვარდება, აი ყველა ხმა რაც კალაბურთს ახლავს რა, მაგრამ მეოსება რა, თან ეს ვქეთ ყავის ბურთი და რაღაცა რა. და ბოქსსაც ეგ დამემართა რა, აი ხელთათმანი, ეს ბინტი, ეს გრუშას ხმა რო ხდება, ეს აი ეგენიც მეოსება რა, გარემო მეოსება, მაგრამ ეს მე არ ვიცი MMA-ზე როგორაა, ხო არ გიცდია? არა. ალბათ იქაც ეგეთი მაგარი იქნება რა. შეიძლება ხო. ალბათ გონია რომ ვარჯიშის პროცესი იქაც ეგეთი არის, რაღაც სიკვდილამდე, რაღაცა იქაც რწყევა გიწევს ალბათ, მაგრამ ნუ გონია რომ MMA ძალიან მაგარია. კი, თავის სამყაროა რა, მე თან დავიწყე არენაზე დავიწყე. მაშინ თბილისში მე მგონი არ იყო რა, მოვიძია და ჩემ გარშემო ისე ვერ ვნახე. ეს იყო 10 წლის წინ, რა 11 წლის წინ. მაგ პერიოდში ხრიდოლზე დავდიოდი მანდ. მანდ იყო ხრიდოლი. მანდ იყო დავით გულბანი, საოცარი კაცია, მოკითხვა დავითას. და ვემზადებოდით ფილმისთვის და მან დავდიოდით ხრიდოლზე. აი მან ბოქსის სექციაც იყო ხოლმე მახსოვს, ცოტა უფრო მეტი 10 წელი. ძალიან ძველებური დარბაზი და რაღაც გათბობა არ იყო ზამთარში. მე მევასებ ეგეთ დარბაზები. ხო ცოტა როკი რო გახსენდება რა, როკის დარბაზი რო არის, ხო იცი ეს რაღაცა ჭრიალებ ჩამონგრეული რო, მაგრამ მარტო სავარჯიშოთ რომ მიდიხარ რა, სხვა არაფრის ნერვიდან დრო არ. პაკრიშკა რო აგდია. ხო, აი ზუსტად ეგეთ პაკრიშკების თქმით და რაღაცეები, ხო, ზუსტად ეგ ესთეტიკა რო. იაპ. ჩვენ გქონდა ვარჯიშები ყველაფერი რა, საერთოდ პაკრიშკების თქმა, უროები რაღაცები ყველაფერი. კარგი, ეს YouTube-ს დაუბრუნდეთ. ეს merchandise, რა ვიცი ქართულად როგორ არის. უფრო კომერციალიზაცია რა, რაღაცა რო გამოუშვა, რაღაც მაისურები რაღაცები, შენ ცდილობ ხოლმე ხო პერიოდულად შენ პოდკასტზე და პოდკასტის და ბრენდოა ასე თქვა რა. პოდკასტის და მის ფიგურა პოპია Instagram-ი. სადაც ძალიან ლიმიტირებულად უშვებ ხოლმე რაღაცებს რა. ეს არის პოდკასტის სეტი, ეს არის ანიმე ხო ძალიან მიყვარს რა და ანიმეზე გქონდა ახლა სერია ბოლო გაკეთებული კეპების, პანამების, თიხის ფიგურების ძალიან ლამაზის. აი ხა ეს რაღაც არასერიოზული პოდკასტის ესეთი რაღაცეებიც არის. ეხა კიდე მზადდება რაღაც ერთი 20 ერთეული რაღაცა, მაგრამ ესე რო ხო ხტები მასიურ წარმოებებში არიან ჯიგრები. რა, ეს არის ძალიან ვიწრო წრისთვის, ვისაც გაუსწორდება, რაღაცა იყო gift box-ებიც იყო, mystery box-ები რა ამოგივიდო და რაღაცეები, ყველაფერი ამოიყიდა რა და ხანდახან უშვებ ხოლმე რა. ხო, ანუ მაგას ბევრი ფული უნდა რომ დერსკად აკეთო, გონია და ხო, ნერვი არა. ანუ უნიკალური იყოს და ესე მორგებული შეიძლება. ხო, თორე ეს სიტყვაზე პროსტა ჩიქაზე ეწეროს ხა ის ხო, ეგ ყველა შეუძლია, ეგ არაფერი განსაკუთრებული არ არის. და YouTube-საც აგდაში, ხო, რაღაც ფუნქცია აქვს, მერჩი შეგიძლია შიგნით აკეთო. ხო, საქართველოში არ არის გახსნილი, თორე ანუ YouTube-ზე არის მაღაზია რა და შენი ვიდეო რო არის. ხო, მაგრამ ძალიან შაბლონური რაღაცეებია. ნახე, აი ზუსტად ეგა ჭიქა, ხო, მაისური რაღაცა. კალამი რაღაცა, ხუდი, ანუ თავიდან მუშაობდა ეგ რა, აი სტიკლები და ჯიგრები აკეთებდნენ, საკაიფოდ ხოლმე გახსოვს, მაგრამ ეს იყო თავიდან. მაგრამ ეგ უფრო ისთვის არის, იცი, აი მაგალითად შენ რაღაც პროდუქტს არეკლამებ, იმ პროდუქტის ის შეგიძლია ლინკი ჩადო, იქვე რო იყიდონ, ვიდეოს რო უყურებენ და იქვე არის ონლაინ შოპი რა, მაგისთვის არის რეალურად რა. უცხოური ჩანელები მაგას ახია, რაღაცა მარკეტინგი. affiliated marketing-ით რო რაღაცა მე ტერმინი ზუსტად არ ვიცი, ხო რომ შენი ლინკიდან თუ გადავიდნენ და იყიდეს Amazon-ზე და რაღაცეები. ყველა დიდი ბლოგერი ეგრე ჩალიჩობს. მაღაზიები და YouTube-მა შემოიტანა ეხა რა. ხო, და ისე თვითონ იღებს პროცესს. ხო. მაგრამ სამაგეროდ შენ არხს არ ტოვებს რა, როეუნები იყიდეო, ის არ თიშავს შენ ვიდეოს და არ გადადის სხვა საიტზე. ჩება შენ არხზე და იქ ხო, YouTube-მა ეკეთება, ვაფშე YouTube-ს კაი ბენეფიტები აქვს, რომელიც ვიცით რომ ჩვენთან არ მუშაობს. კი.
მაგრამ მაინც რაც ვნახებ, ანუ სული აკლია რა მაგ ყველაფერს რა, ხო ხდება რაღაცა იმდენად ყველას ერთნაირი აქვს, რომ მე მინდოდა ცოტა მაინც აი რაღაცა არტისტი დავიქირავე, რაღაც რომელსაც საოცარი თიხის ანიმეს ფიგურები გააცოცხლა იქ რაღაცა. ხო, ეგ ყველაზე სწორი მიმართულება ეგ არის. ამიტომ ხუდი რავი, ჩემ ლოგოს ნებისმიერი ამოიღებს PNG ფაილს და თავის გემოზე ხუდის მიარტყავს, მიდას დიახ, მე ერთმა ხელი მომმართოს, ვისაც გაუსწორდება გააკეთოს რა. მე პროსტა რასაც ვთავაზობ, მინდა რომ უნიკალური იყოს რა. პოდკასტიც ბარემ ვილაპარაკოთ შენთან რომ ვიყავი მთელი ეს თემა ეგ იყო პოდკასტი ბევრი ვილაპარაკეთ მაგრამ რა მინდა მეკითხა რა 150-ზე მეტი ეპიზოდი გაქვს ჩაწერილი ალბათ არ ვიცი 150 გავწდი გუში ვნახე რა შენ რაღაც ახალი ეპიზოდი რაღაც 152 ხო ნუ აქედან რამდენიმე გამეორებული ალბათ მაგრამ ნუ 100-ზე მეტ ადამიანს ხმაინც ვილაპარაკე რა კი გამეორება მოდი ვთქვათ 1.25 მაინც არის აქედან გამეორება რა რამდენი ხის განმავლობაში აკეთებ ამას? მე-5 წელია. შენზე კიდე მოქმედებს და კიდე გებულობ ახლა რაღაცებს და კიდე გზდის ამ ადამიანთან ლაპარაკი? კი, ეგ დაჟი ვიცოდი რომ ეგრე იქნებოდა რა. ანუ ეგ ხო ეს ყველაფერი ახლა რო გავთიშოთ რა ლამაზათაც არ უნდა კონდეს მოწყობილი და რა ძალიან საკაიფოა ყველაფერი. ანუ აი ხა მე და შე რო დავждეთ. რამდენჯერაც არ უნდა დავждეთ სიტყვაზე რა. თუ რაღაცა სათქმელი არის, ხო გისწორდება ლაპარაკი. აი ეგ არის რა. ანუ ეგ ფორმატი ეგ მაყურებლისთვის არა პოდკასტი თუ რაღაც შე პროსტა ტიპთან ზიხარ და ლაპარაკობ იმ ტიპთან თან გინდა ლაპარაკი ახლა პროსტა ტიპთან ხო არ არის რა გამლელი ხო არ შემოდის სიტყვაზე შესაბამისად ეს არ არის გატრუხებადი პონტი ამ პრიზმიდან იმიტომ რომ თან საინტერესო ტიპები მოდიან და რაღაცებს ჭორაობთ რა ახალს იგებ რაღაცას გასწავლის აგერ ალგორითმზე გეუნება სიტყვაზე რაღაც ანუ ყოველთვის მგონია რომ თუ ეხა 9 ჯერ ერთი და იგივე კაცი სულ ერთ და იგივე ტიპთან ზიხარ ალბათ ეხა ვიცი სახში იმასთან ვიღლები ლაპარაკით რა ქვია ჩემს ძმასთან მაგრამ ეს პონტი მგონია რომ არ დაკლის პირიქით რა დრო გადის გარშემო 1000 რაღაცა ხდება გინდა რომ დაიცალო გინდა რომ გაიგო ახალი მე ეგ მაკრო აქამდე მიზეზია რომ ელაპარაკო ადამიანს ესე ვერ მიადგები ხო ლეგიტიმური პონტი გაქვს რომ ძალიან საინტერესო ტიპებთან იბაასო რა აი მე თეთრი ბილეთია მაგრამ ბავშვი მაგრა ასწორებს ანუ ისე სანანაერად მომეცემოდა ხა შანსის თქოს პრეზიდენტთან ლაპარაკის ყოფილი პრეზიდენტთან ნუ აი მარგველაშვილ წარი აი რო ავსულიყავი გასაგებია ზდილობიანი კაცია რაღაც შეიძლება თქვა რა გინდა შვილო მეტყოდ რაღაც მაგრამ არ დამიჯდებოდა და თავის რაღაცებს არ მომიყვებოდა 1 საათ ნახევარი რა და ესე მომიყვა და ძალიან კაი დრო გავატარე სიტყვაზე ვიძახი რა ანუ ამ ყველაფერთან ერთად სტატუსიც ხო იმატებს რა ანუ ნებისმიერი კარგი სტუმარი წარმატებული პოდკასტი გზას და კარებებს გიხსნის მერე ვიღაცეებთან რა სანამდეც აქამდე შენ თვითონ გერიდებოდა თვით ცენზურა ქონდა რომ იცი რა ადრეა ჯერ ამასთან თუ ვერ გავქაჩავ თუ რაღაცა ყოველი წარმატებული პოდკასტის მერე რაღაცა ზრდას გძნობ მე მას გძნობ რა გავქაჩავ ამბავი გაქვს მეტი ინტერესი გაქვს და მეტ ტიპ შეგიძლია სიტყვაზე თუ არ იცის ვინ ხარ და ეგეთებიც ყოფილა კოზირები გაქვს რა გადაურტყა ხა ერთიარობა არაფერი არ გაგაკეთებული დაეუნებდით და გადაცემაში დაახეთქებ ჯოკერს აი ეს ყავდა აი ეს სამყავდა რა ეს სფერო აი ესეთი წყო ხო და ეგ პონტი არის რა ანუ რაღაცები უფრო მარტივდება ასე რომ ანუ გაჩერებას არ აპირებ არა ხო არ გადაობს ჯოროგანი ვიცანამ აი გეუბნება ალბათ პაჟიზნი ეს გამოვიწერე ალბათ იქნება პერიოდები რომ შეიძლება სიტყვა ჯვარი მეწევს რაღაცა ჯანმრთელობის გამო რაღაცის გამო ცოტა ხანი დაპაუზდეს აქამდე არ ყოფილა თითქოს ეგეთი მაგრამ იდეურად მინდა რომ იმიტომ რომ გონია რომ რაც უფრო გავიზრდები ასაკს გულისხმობ და რაღაცა კეთესი გახდება პოდკასტები ამიტომაც ის არა მაგრამ ვადა არ გაუვა პონტს არ გაუვა ყოველში მე შეიძლება ვადა გამივიდეს მაგრამ პონტს არ უნდა გაუვიდეს ვადა რა ხო მომავალი სტუმარი ვისაც რომ მიზნებ ისეთი ან ჩაწერილი თუ ყავს ვინმე არა ამ დღეებში ეხა ამ სერიალის გამო მაყურებელსაც წინასწარ ბოდიში მოვხადე რაღაცებს ცოტა დააგვიანდება ეხა დღეებზე ლაპარაკი შემდეგი მყავს ეს დაიდება 19-ში უწევს მეგონი ხო მაშინ შეიძლება უკვე იყო არ ვიცი გრაფიკები დათო კენჭიაშვილთან მინდა ძალიან რა აი ხა მაგას გეგმავთ იმიტომ რომ დღეს არის ხალხო რა რიცხვია დღეს 7 დღეს აქვს კონცერტი და მე რაღაცა უნდა გაფრინდეს გამოფრინდეს და აი მაგას ვალაგებთ როგორ კაკოს ველაპარაკებ
მოგზაურ YouTuber კაკოს. ეგეც აცილე. რომელ კაკო? არა, სამი როჟა. ასე ხო დავიწყებული ვარ დღეების ხი და ყველაფერი. ხოლო კაკოც აპირებს, კიდე ვინ არის? აუ არიან რა მოკლედ ვიღაცებთან სუპარაელურად მაგ გრაფიკები ყველას თავისი. შენთან რო ვიყავი UFC-ის ქართული მებრძოლები ჯერა ხო ვერ გახვედი ვერავის. არა, გასვთე გეუნები ილიასთან მაგ ესა ქვია, ცალმხრივი კომუნიკაცია. მარტო მევწერ. მიუხედავად იმისა, რომ გამოწერილი ვყავარ. სულ რაღაც 4-5 ქართველი ყავს გამოწერილი, ერთ-ერთი მე ვარ. რო შეხვიდე, მაგრამ მე მარიაჟება, რომ ფრენდებში ვარ, მაგრამ ადრეთა თან ხო იცის მაგ ძველ ჩათებს გადავხედავ, როცა ჯერ კიდევ კომუნიკაციობდით. ჩემპიონი რო გახდა, ეთყობა ვიღაცას გადააბარა ეს ინსტაგრამი და ესე ცალმხრივად კედელს ველაპარაკებ. გილოცავ, წააკარგიო, გუიამაყევი, მადლობა, ილია, მადლობა. შემთხვევით ხო არ გცალია, შემთხვევით ეს. ნიჩი, მაიც ვიპოვე. ადრე თუ გიან ყველასთან. და ეხა ინტერვიუ რაღაცა წავიკითხე, იმას აპირებს, უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს. რაღაც ფინანსები უნდა ვისწავლო თუ რაღაც ესეთი ინტერვიუ იყო და მაგარი კაცია, ბიჭო. კიდევ უფრო ძნელი იქნება დაჭერა რა. აი, სწავლოს კაცო, რა უშავს. მე მგეუნები, ფიქრობ ესპანეთში მინდა თქო რა ჩასვლა და იქ ერთ საათ მეიცალოს და სადაც მეტყვი, სადაც ვიზა მიმიწვდება ყველგან ჩავალ. ამერიკის ვიზა არა მოგვერ ჩავალ, მაგრამ ევროპაში სადაც დიდს დაადებს, მეორე დღეს იგავშდები გადავიღებ ჯგუფთან ერთად. თავარია ნახე ილია, გეხვერწებ. შენი გადახდილია. თავარია ნახო ილია. და ვლოგებს მიაქვს კარგად, ხო? შენ ახზე. ვლოგებს ხო მეტნაკლებად რა საკაიფს. ხანდა 100 გაისვრის ხოლმე 100-ს და ხანდა 15, 20, 25 რა თავისთვის რა. ვლოგი არის პროსტა ის მაგ მე მიყვარს რა. აი რაღაცა შემორჩენილი მაგ ეს ვლოგი, თორ ვლოგით შემოვედი და რაღაცა ის მაგ რომ თან არის ცალკე სეგმენტი ჩემაყურებლებში რაღაცა ალბათ 20-30,000 კაცი ძველი ხაჭაპურელები ვინც მინა ვლოგებით არიან და მაგრად უყვართ რა და მეც აი თვის ჯამს ვაკეთებ ხოლმე თვეში 2 შეიძლება ან 1 მაინც და გავაკეთებ იმაზე იქნება კაი მე დაკლებას რო დაიწყებ რა ხო ეგეთი ეგ უნდა გავაკეთო ისე ვარჯიშები როკი ამბებ მქონდა ერთ პერიოდში ეგეთი ვლოგებიც ეხა making of-ები მაქვს ცალკე გადაღებული ბევრი სულ ვიღებთ making of-ებს მაგრამ ვლოგებში არ მინდა რა პატრეონი გავაკეთე ცალკე ხო და პატრეონზე უნდა ავტვირთო ეგენი რა თვითონ making of-ები მაგრამ ჯერ არა ცოტა ხანში ჯერ უნდა დაგროვდეს რაღაცებს ვლოგში დავდე პროსტა ვიზუალები არ მინდა რომ დაიწვას ანუ ეხაც არის აკაიფო ვლოგები რომ დავდო გადაღებით და მაგრამ ნიშნავს რომ ყველას ეცოდინება ყველაფერი და ეგ ნუ შანსი არა გამრიცხულია რა ის რაც შენ განახე უნდა დარჩეს ჩვენში აი 4 კაცი უნდა დარჩეს კი ძალიან მოგდოდნელი რაღაცა იყო საერთოდ და ხარ რო ხედავ რომ ჩემი პოდკასტი რო იწყება რომ მე ნახე რა მაგ თავზე კარგი მადლობა დიდი არაფრის წარმატებები ძალიან თუ საქმეს შეიჭიდე აი ჯიგარი ხარ რო ისეო სოკარის შეკითხვა რა სპონსორის და აი ბოლდად მიწერია რომ არ დამოწყეს ხოლმე და მაინც დამოწყე სოკარის კითხვა გვაქვს ესეთი გინდა თუ არ შენი სპონსორი გავხდეთ გვინდა სოკარი ამდენჯერ გელაპარაკოთ ტელეფონს გვინდა ადრე თუ გიან მაინც იქნები ჩემი სპონსორები ახლა კი თქვენი შეკითხვა აი ეს იყო შეკითხვა შეისვენე და აივსე ენერგიით რა ეგეთი რუბრიკა გვაქვს და როგორ ისვენებ შენი დასვენება ყველაზე კაი რა არის ნუ ალბათ ბოქსი რაც ვახსენეთ უკვე ლაპარაკეთ არა ბოქსი დაღლაა მაინც აგერითი მოვედი მადლობა ღმერთს გამოვიდა ამინდები მოტოთი ვარ დღეს მოსული ან ჩემზე ბედნიერი კაცი ამაზე დიდი თერაპია ჩემთვის არ არსებობს რაოდენ რაც არ უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში ღდდდდ და ერთი გაკატავება აბალანსებს აი ყველაფერს რა ასე რომ თავარი ჩემთვის არის ერთ-ერთი ყველა სხვა ახლა რაღაც ოჯახი ბავშვმა გამიღი მაცალობა მაკოცას შემდეგ ეს ყველაფერი რო გავწიოთ სხვა გარე ფაქტორი რომელიც ჩემი შინაური გახდა უკვე წლებია ეს არის მოტოციკლეთი დასვენება განტვირთვა ჩემთვის ეგ არის კარგი ამით უმეტეს სოკარი კარგად წოდებ ჩემ განაცემა კაზარა ვიზმაკაცოთ მე კაი მადლობა დიდი წარმატებები მართლა გვალენშიკობ კარგი გულშემატკივრობ კარგი საქმე წამოიწყე წარმატებები ჩემგან თუ ხარ დამჭერა და ის დაგჭირდება ანალოგიურად აღწერაში იქნება ახალი სერიალის არხიც წოველები ხო და გამოიწერეთ და მადლობა სოკარს და სელფის ჩვენი გვერდში დგომისთვის ერთგვარ შევხვდებით